უკითხავთ თქვენთვის რჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად ხშირია ეს და რამდენად შედეგიანად დასრულებულა აი ამ კუთხით, იმიტომ რომ თქვენი მოსაზრების და რჩევის მოსმენა ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა. უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. მართლა? მე არ მახსოვს. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, ყველაფერს ვეკითხებოდიო, თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. თქვენო წმინდესობა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს აგვისტოს ომი, როდესაც დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები და თქვენ გადახვედით და შეხვედით აი პირდაპირ იქ, სადაც საომარი მოქმედებები იყო. ვიცი რომ ძალიან მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მინდა რომ აღიდგინოთ. ის იყო ძალიან მძიმე დღეები საქართველოსთვის. და მე მაინც გადავწყვეტე ჩვენ მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლათ ჩვენთვის სნაიპერს. როცა შევდიოდით, ხელ მარცხნივ იდგა პატარა მანქანა იქიჯდა მამაკაცი საჭესთან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ბრუნდებოდით, ისევ იჯდა. გავაჩერებინე და გახევებული იყო საჭესთან. და ჩვენ წამოიყვანეთ 7 მიცვალებული. და მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოიყვანეს მიდორში, რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალიან მძიმე სურათი. ომი რო დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის. ამ გადაცემას, ისე როგორც ძალიან ბევრ გადაცემებს ქართული ტელეარხებით უყურებენ კონფლიქტურ ზონებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ძალიან ბევრი ისმენს ამ ინტერვიუს და აფხაზეთი თქვენთვის კიდევ განსაკუთრებული თემა, იმიტომ რომ რაღაც 12 წლის მანძილზე მოღვაწეობთ, 11 წლის მანძილზე მოღვაწეობთ იქ. რას ეტყოდით თქვენ ეხლა აფხაზებს, რომლებიც ჩვენ გვიყურებენ? მე კარგად ვიცნობ ოსებსაც და აფხაზებსაც. მე დავიბადე ვლადიკავკაზში. ჩვენი მშობლები, ჩემი მშობლები ზაფხულობით იყვნენ ყაზბეგში, სოფელ სნოში, ჩვენი სოფელი სნო. და ზამთრობით იყვნენ ვლადიკავკაზში. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩემ მშობლებს ოსებთან. როცა მე ვიყავი მიტრო, მათი წინსვლა, მათი განვითარება, მათი პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ
მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში. ისევ რომელი ადგილი განატრებათ ყველაზე მეტად აფხაზეთიდან? სახუმი, რა თქმა უნდა. სახუმი და გულრიფში. თქვენ წმინდესობა პრობლემებზე საუბრობდით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური ფონი და გაჭირვება და ეკლესია ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. სად იპოვონ ამ ადამიანებმა ნუგეში, აი რა ქნან, როგორ ფიქრობთ? პირველეს ყოვლისა თავრობამ და ეკლესიამ და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები ნაკლებად იყოს. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ხალხიც გადაეჩვია შრომას. დედაჩემ მოეწოდა თქმა. ვარიგებდა ჩვენ შვილებს, რომ სიღარიბეს ნუ შეეჩევითო. აი ამიტომ ადამიანი უნდა ეძებდეს სამსახურს, სამუშაოს, მიწასთან სიახლოვეს და ვისაც უნდა შრომა, ის აუცილებლად ნახავს. კარგად ვიცნობ ოსებსაც და აფხაზებსაც. მე დავიბადე ვლადიკავკაზში. ჩვენი მშობლები, ჩემი მშობლები ზაფხულობით იყვნენ ყაზბეგში, სოფელ სნოში, ჩვენი სოფელი სნო. და ზამთრობით იყვნენ ვლადიკავკაზში. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩემ მშობლებს ოსებთან. როცა მე ვიყავი მიტრო, მათი წინსვლა, მათი განვითარება, მათი პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში. ისევ რომელი ადგილი განატრებათ ყველაზე მეტად აფხაზეთიდან? სახუმი, რა თქმა უნდა. სახუმი და გულრიფში. თქვენ წმინდესობა პრობლემებზე საუბრობდით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური ფონი და გაჭირვება და ეკლესია ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. სად იპოვონ ამ ადამიანებმა ნუგეში, აი რა ქნან, როგორ ფიქრობთ? პირველეს ყოვლისა თავრობამ და ეკლესიამ და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები ნაკლებად იყოს.
მაგრამ ები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვეტე ჩვენ მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლათ ჩვენთვის სნაიპერს. როცა შევდიოდით, ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა და იქიჯდა მამაკაცი საჭესთან. ნუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ბრუნდებოდით, ისევ ისე იჯდა. გავაჩერებინე და გახევებული იყო საჭესთან. და ჩვენ წამოიყვანეთ 7 მიცვალებული. და მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოიყვანეს მიდორში, რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალიან მძიმე სურათი. ომი რო დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის. ამ გადაცემას, ისე როგორც ძალიან ბევრ გადაცემებს ქართული ტელეარხები უყურებენ კონფლიქტურ ზონებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ძალიან ბევრი ისმენს ამ ინტერვიუს და აფხაზეთი თქვენთვის კიდევ განსაკუთრებული თემა, იმიტომ რომ რაღაც 12 წლის მანძილზე მოღვაწეობით, 11 წლის მანძილზე მოღვაწეობით იქ. რას ეტყოდით თქვენ ეხლა აფხაზებს, რომლებიც ჩვენ გვიყურებენ? უკითხავთ თქვენთვის რჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად ხშირია ეს და რამდენად შედეგიანად დასრულებულა აი ამ კუთხით, იმიტომ რომ თქვენი მოსაზრების და რჩევის მოსმენა ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა. უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. მართლა? მე არ მახსოვს. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, ყველაფერს ვეკითხებოდიო, თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. თქვენო წმინდესობა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს აგვისტოს ომი, როდესაც დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები და თქვენ გადახვედით და შეხვედით აი პირდაპირ იქ, სადაც საომარი მოქმედებები იყო. ვიცი, რომ ძალიან მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მინდა რომ აღიდგინოთ. ის იყო ძალიან მძიმე დღე.